დავბრუნდი არაჩვეულებრივი ქვეყნიდან, დასრულდა ჩემი შობულება. ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა არის ხორვატია, რომელზეც ადრე თუ გვიან ბევრს მოგიყვებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ისე კარგად არ ვიცნობთ და არ ვაფასებთ ამ ქვეყანას და ნამდვილად ძალიან ბევრია სათქმელი, დაწყებული მათი ბუნებით, სტუმართმოყვარეობით, იუმორით, რომელთაც ნამდვილად გამოირჩევიან ხორვატიელები. რაც შეეხება ჩემ დაბრუნებას, ნომერ პირველი მისია ჩემი არის ახლა სანისთან შეხვედრა, რომელსაც სულ მოუთხოვად ველოდები მე და დარწმუნებული ვარ სანის, თუმცა სანი პირველად 4 წლის არის მოგეხსენება და პირველად გამოხატა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ არ წავიყვანეთ და არ იყო ჩვენთან ერთად და ეს პროტესტი გამოიხატებოდა იმაში, რომ არც ერთხელ არ მოისურვა ჩვენთან საუბარი და თითქოს რაღაცნაირად აიგნორებდა იმ ფაქტს, რომ ჩვენ გარეშე იყო და საერთოდ არ იმჩნევდა ამას, რასაც მე ძალიან განვიცდი და სტრესული აღმოჩნდა ეს ჩემთვის. და თქვენი რჩევა მაინტერესებს, ზოგადად თქვენ როგორ უმყავდებთ ხოლმე ბავშვების ზოგჯერ სამართლიან პროტესტსაც, იმიტომ რომ ხოლმე ვთვლი, რომ ეს სამართლიანი პროტესტი იყო, მაგრამ არ მინდა რომ რაღაცნაირად ამის გამო ნაწყენი იყოს ჩემზე და ვცდილობ ხა ვიპოვო გზები, რომლითაც სწორად მივაწოდებ იმის შესახებ ინფორმაციას, რომ ზოგჯერ ასე ხდება ხოლმე და ვიწევს რაღაც მცირე პერიოდი ცალ-ცალკე ყოფნა. თქვენი გამოცდილებაც ძალიან მაინტერესებს და თუ გამიზიარებთ, დარწმუნებული ვარ ძალიან დამეხმარებით.